ტურისტული კომპანია Via Travel-ი წარმოგიდგენთ. იმოგზაურე ფორტუნას ტალღაზე, ეწვიე მსოფლიოს ქალაქებს, შეივსე შენი წარმოსახვა ოცნების ქალაქის ფერებით, გაიგე ახალი და გაიხსენე ძველი. Bon voyage. კეთილი მგზავრობა სანდრო ლორთქიფანიძესთან ერთად. დაიწყე მოგზაურობა ვებგვერდიდან viatravel.g. ქალაქში, რომელსაც ხშირად ევროპის სამხრეთ დედაქალაქსაც უწოდებენ, ზოგს არქიტექტურა აოცებს, ზოგს კი ულამაზესი სანაპირო. ხშირად ამ ქალაქის სიყვარული ფეხბურთის დამსახურებაა, თუმცა ასევე ხშირად იგი ფრედი მერკურისა და მონსერატ გავალიეს უკვდავი სიმღერის თაყვანისმცემლებს უყვარდებათ. ალბათ უკვე მიხვდით, რომ ჩვენი დღევანდელი ვოიაჟი ყოველმხრივ მიმზიდველ და ლამაზ ქალაქში, ბარსელონაში შედგება. და თუ თქვენს გიყვართ ბარსელონა, აღნიშნულ თუ სხვა მიზეზების გამო, მოდით ერთად ჩავალაგოთ ბარგი და ქალაქის მონახულებას შევუდგეთ. დაიწყე მოგზაურობა ვებგვერდიდან viatravel.g. რომი, მარადიული ქალაქი. პარიზი, სიყვარულის ქალაქი. ნიუ-იორკი, ქალაქი, რომელსაც არასდროს ძინავს. რიო, კარნავალის ქალაქი. Bon voyage. იმოგზაურე ფორტუნას ტალღაზე. საერთოდ ბარსელონა სიდიდით მეორე ქალაქია ესპანეთში. ტურისტების წლიური რაოდენობით კი მე-12-ია მსოფლიოში. ის დამსვენებლები, ვინც უკვე დაათვალიერეს ბარსელონა, ხშირად იძლევიან რჩევას, რომ ქალაქის დათვალიერება აუცილებლად უნდა დავიწყოთ კატალონიური მუსიკის სასახლით. და რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგრჩეს ანტონიო გაუდის შედევრები. მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ ჩვენ ახლა წმინდა პაულოს ჰოსპიტალთან მიმყოფებით. ეს ულამაზესი შენობა, ისევე როგორც ზემოთ აღნიშნული კატალონიური მუსიკის სასახლე, ლუის დომენეკ მონტანერას მიერაა აშენებული და ორივე მათგანი გაეროს მსოფლიოს საოცრებათა სიაშია შეყვანილი. ეს მოდერნისტული სტილით აშენებული ნაგებობები ყველას აოცებს სკულპტურებითა და მოხატულობით, თუმცა როცა ბარსელონას არქიტექტურულ ღირსებებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა პირველ რიგში ანტონიო გაუდი გვახსენდება. მოდით ვნახოთ მის მიერ დაპროექტებულ ნაგებობებს შორის უდიადესი, წმინდა ოჯახის ტაძარი, იგივე საგრადა ფამილია. მსგავსი სილამაზის ტაძარს ალბათ მსოფლიოს ვერცერთ კუთხეში ვერ წავაწყდებით. გარდა ამისა, ბარსელონაში სხვა ბევრი შენობაც მოხიბლავს უცნაური ფასადებითა და გემოვნებიანი არქიტექტურით. მაგალითად, გუელიას სასახლე, ბალიო, მილა და სხვა. თითოეული მათგანი ანტონიო გაუდის მიერაა შექმნილი და დღემდე უბადლო არქიტექტურულ შედევრებს წარმოადგენს. შენი საყვარელი ქალაქი, ის რაც გინახავს, ის რაც წაგიკითხავს, ის რაც გაგიგია და ის რაც ჯერ არ იცი. იმოგზაურე ჩვენთან ერთად. გადაცემა Bon voyage. Bon voyage წარმოგიდგენთ ტურისტული კომპანია Via Travel-ი. ახლა კი მოდით ქალაქის ცენტრიდან ზღვისკენ გადავინაცვლოთ და ბარსელონას სხვა ღირსებებსაც გავეცნოთ. ეს იდეალური ქალაქია დასასვენებლად. გარდა ულამაზესი ზღვისა, ბარსელონაში 68 დასასვენებელი პარკია, ისტორიული ბოტანიკური ტყე პარკი და სხვა. მათ შორის აღსანიშნავია პარკი ლაბირინთი, რომელმაც ასეთი სახელი მასში არსებული სანახაობის გამო მიიღო. ასევე უამრავი მუზეუმი თითქმის ყველა სფეროსა და დარგის შესახებ დამსვენებელს მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ მისცემს. რაც შეეხება სანაპიროს, ეს ყველაზე პოპულარული ადგილია ბარსელონაში. პლაჟი თითქმის 5 კილომეტრის სიგრძისაა და მსოფლიოში პირველ ადგილზეა, როგორც საუკეთესო ურბანული სანაპირო. Bon voyage წარმოგიდგენთ ტურისტული კომპანია Via Travel-ი. დაიწყე მოგზაურობა ვებგვერდიდან viatravel.g. მოდით ახლა ერთ უჩვეულო თვისებაზე მოგახსენებთ, რომელიც მთელს ესპანეთს აქვს. ეს ყველაფრის გვიან გაკეთებაა. სადილობენ გვიან, იძინებენ გვიან და რომ არა სიესტა, ანუ შუადღის ძილი, მთელი ქვეყანა გამოუძინებელი იქნებოდა. აი ბარსელონაში კი მგონი საერთოდ არ ძინავთ. ღამის ცხოვრება ქალაქში ისეთი აქტიურია, რომ პარადოქსია, მაგრამ კლუბები მხოლოდ შაბათ-კვირასაა ცარიელი. როცა ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა კლუბებში ცეკვას სანაპიროზე გარუჯვას ამჯობინებს. რა თქმა უნდა, მრავალფეროვანია კლუბური ცხოვრებაც. ქალაქში 5 ცნობილი ბარია, ყველაზე ხმაურიანი და პოპულარული. მაგალითად, კლუბი Las Matas, რომელიც 5 დარბაზისგან შედგება, ნამდვილად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. თითოეულ დარბაზში სხვადასხვა მუსიკას მოისმენთ, რათა თქვენი მრავალფეროვანი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. საინტერესოა ისიც, რომ კლუბში შესვლის საფასური ყველა სხვა ხარჯს ითვალისწინებს.
დარწმუნებული ვარ, ბარსელონამ მრავალ მხრივ მოგხიბლად. ახლა ალბათ გართობას არჩევთ. მართალია, ქალაქში კიდევ უამრავი ადგილი დარჩა სანახავი, მაგრამ მე მაინც დაგემშვიდობებით და გირჩევთ, ბოლომდე ისიამოვნოთ კატალონიური სამოთხით. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ. ტურისტული კომპანია Via Travel-ი წარმოგიდგენთ. იმოგზაურე ფორტუნას ტალღაზე, ეწვიე მსოფლიოს ქალაქებს, შეივსე შენი წარმოსახვა ოცნების ქალაქის ფერებით, გაიგე ახალი და გაიხსენე ძველი. Bon voyage. კეთილი მგზავრობა სანდრო ლორთქიფანიძესთან ერთად. დაიწყე მოგზაურობა ვებგვერდიდან viatravel.g